გამარჯობა. დღეს მოგიყვებით ძმები დაფერების რამდენიმე საფეხურიან ეტაპზე, რომელსაც ისინი გადიან სერიალზე მუშაობის დროს. ისინი არიან სცენარისტები ძალიან ცნობილი სერიალისა, რომელსაც ქვია Stranger Things. Something is coming. Something hungry for blood. What is it? The Demogorgon! We're in deep shit. პირველი საფეხური, რა თქმა უნდა, არის იდეა. ძალიან კარგია თუ პირველი სცენარი იქნება თქვენთვის ძალიან ახლო თემაზე, ის რაც თქვენთვის ნაცნობია. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაიმე ისტორიულ თემაზე არ შეიძლება რომ დაწეროთ. რა თქმა უნდა, შეიძლება, მაგრამ როდესაც წერ რაღაც ისეთზე, რაც ძალიან ახლოს არ არის შენთან, რთული იქნება მაგალითად დიალოგების დაწერა, ისეთი პერსონაჟებისთვის, როგორცაც არ იცნობ. მაგალითად, ძმებმა დაფერებმა დაწერეს თავის ბავშვობაზე, მაგრამ ამ ბავშვობას მოარგეს უნიკალური ელემენტი. რა თქმა უნდა, მათ ბავშვობაში მონსტრები არ ყოფილა. It was a 7. Huh? The roll. It was a 7. The Demogorgon. It got me. See you tomorrow. ამბავი, რომელზეც გინდა რომ დაწერო, ერთი პარაგრაფის სახით დაწერე ფურცელზე. იცადე, რომ ყოველთვის მოცული იყო ამ იდეით. შენ ნახავ, რომ ისე დროსაც კი, როდესაც სრულიად სხვა რაღაცას აკეთებ, შეიძლება ძალიან მაგარი იდეა გაგიჩნდეს შენი ისტორიის გარშემო. იფიქრე იმაზე, როგორია შენი გმირი, რა არის მისი მიზანი, ვინ არის მისი ოპონენტი, ვინ უშლის ხელს მიზნის მიღწევაში. ახლა უკვე დროა ცოტა იმაზეც იფიქრო, სად ხდება მოქმედება. იმ შემთხვევაში თუ სამყარო, რომელზეც წერ რეალობაში არ არსებობს, მაშინ იფიქრე ამაზე, როგორი შეიძლება იყოს ეს სამყარო, როგორი წესები აქვს მას. განსაზღვრე, რამდენი მთავარი ხაზია შენს ისტორიაში. აქ არის 4 მთავარი ხაზი: ჯოისის ხაზი, ჰოპერის ხაზი, მაიკის ხაზი და ელის ხაზი. ანუ ამ პერსონაჟების მხრიდან ხედავთ იმ ამბავს, რომელიც ვითარდება. მთავარი ამბავი კი არის ის, რომ ვილი დაიკარგა. რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი პერსონაჟია და კიდევ ბევრი ხაზია, თუმცა ეს არის ძირითადი ხაზები. მას შემდეგ, რაც განსაზღვრავ, რომელია შენი მთავარი ხაზები, დროა ბითებად ჩაშალო. ბითი არის სცენის მოკლე აღწერა. მაგალითად, თუ პილოტში ერთ-ერთ პერსონაჟს აქვს 5 სცენა, ეს ნიშნავს, რომ ახლა შენ გაქვს 5 ბითი. მოდი პილოტის მაგალითზე განვიხილოთ, როგორი ბითები შეიძლება რომ გქონდეს. A ბითი შეიძლება იყოს პერსონაჟის წარდგენა. Anger! Fireball! Fireball! Where'd it go? Where is it? I don't know. Is it a 13? I don't know. Where is it? Oh my god, oh my god, oh my god, oh my god. Where is it? Can you find it yet? No, I can't Oh my find god. it. Oh my Hey! Mom, we're in the middle of a campaign. B ბითი შეიძლება იყოს ინციდენტი. როდესაც რაღაც მოხდა, ისეთი რაც ყოველდღე არ ხდება და პერსონაჟებს რაღაც მიზანი გაუჩინა. Come on, honey. Time to get up. He came home last night, right? He's not in his room? Did he come home or not? I don't know. You don't know? C ბითი. როდესაც პერსონაჟები ცდილობენ რაღაც გააკეთონ მიზნის მისაღწევად, იმ პრობლემის გადასაჭრელად, რაც შეექმნათ. 99 out of 100 times kid goes missing, the kid is with a parent or a relative. What about the other time? What? You said 99 out of 100. What about the other time? The one! The one! D ბითი. პერსონაჟები ხვდებიან, რომ ის ძალისხმევა, რომელიც გამოიჩინეს, სულაც არ არის საკმარისი და უწევთ, რომ უფრო მეტი ძალისხმევა ჩადონ, უფრო შორს წავიდნენ და ასე შემდეგ. E ბითი. ეს არის დრო, როდესაც რაღაც სიურპრიზი მოხდება, ან შემოტრიალება, ან აღმოჩენა. ბოლო ბითი ყოველთვის ყველაზე ძლიერია, ყველაზე დამაინტრიგებელი და ყველაზე საინტერესო. You guys hear that? ყველა გმირი ეძებს ვილს და პილოტის ბოლოს ისინი ვილის ნაცვლად ელს პოულობენ. ეს არის სიურპრიზი. ბითების სიმძაფრე თანდათან უფრო და უფრო უნდა იზრდებოდეს. არა მარტო პილოტში, არამედ ყველა დანარჩენ სერიაშიც მუდმივად უნდა ცდილობდე, რომ გააჩინო ისეთი კითხვები, რომელზე პასუხის გაგებაც მაყურებელს ენდოვნება შემდეგ სერიაში. მუდმივად დაძაბულები უნდა ყავდეს ისინი და მუდმივად აინტერესებდათ რა მოხდება. მაგალითისთვის, მაყურებელმა არ იცის გმირი ცოცხალი გადარჩება თუ არა. მას შემდეგ, რაც story bit-ებს მოვიფიქრებ, ახლა დროა, რომ ისინი ერთმანეთში ჩააქსოვო. თუ გაქვს ჯოისის A, B, C, D, E ბითი, ელის იგივე A, B, C, D, E ბითი და ასე შემდეგ. ეს არ ნიშნავს, რომ მათი ბითები, ანუ მათი სცენები, A ბითი ყველასი ერთად უნდა დაალგო, B ყველასი ერთად, C ყველასი ერთად და ასე შემდეგ.
შეგიძლიათ ცადო ასე, მაგრამ თვითონ ვენახავ, რომ რაღაც არ მუშაობს და მოგიწევს გადალაგება. ამიტომ გადალაგე იქამდე, სანამ არ მიხვდები, რომ აი ეს არის ყველაზე კარგი ვარიანტი. ბევრჯერ გადაამოწმე, ბევრჯერ სადე სხვადასხვა ვარიანტები. გადავიდეთ საბოლოო outline-ზე. იმ 2-3 გვერდიანი დოკუმენტიდან, რომელიც ბითების ჩამოწერის შედეგად გვაქვს, აიღებ თითოეულ ბიტს, სადაც მაგალითად ასეთი ბიტი გვაქვს. ჰოპერი მიდის ვილის მოსაძებნად ტყეში. ახლა ის უნდა გააღრმავოთ და დაწერო მთლიანად რა ხდება სცენაში. ეს არ ნიშნავს, რომ სცენა უნდა დაწერო, უნდა დაწერო სცენის შინაარსი. როდესაც ასე გააკეთებ თითოეულ ბიტზე, შენ გექნება უკვე მთლიანი სერიის სრული აღწერა. კარგი outline-ი არის საწინდარი იმის, რომ გქონდეს კარგი სცენარი. აი, ახლა კი მზად ხარ, რომ გადახვიდე სცენარის წერის ეტაპზე, რასაც ამდენ ხანს ელოდებოდი. მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ იცი, როგორ იწერება სცენარი, გულისხმობ ფორმატს, ეს მნიშვნელოვანია. შეიძლება დეტალებში არ იცოდე ყველაფერი, მაგრამ კარგია, რომ იცოდე ძირითადი საბაზისო ელემენტები. რამდენიმე ტუტორიალს უყურე. მარტივია და მარტივად აითვისებ. სცენარის წერისას გახსოვდა სცენარის შემადგენელი სამი მთავარი ელემენტი. ეს არის აღწერა, მოქმედება და დიალოგი. ეცადე აღწერები იყოს ლაკონური, დაწერე მხოლოდ ის, რაც აუცილებელია. ეს არ არის რომანი ან მოთხრობა, სადაც სამგვერდიანი ოთახის აღწერები შეგიძლია დაწერო. არა, რაც საჭიროა მხოლოდ ის ფარდა რაფერია, ნუ დაწერ, თუ ეს არ გჭირდება ისტორიაში. ასეთ შემთხვევაში შეგიძლია დაწერო. ასევე მოქმედებაში ნუ დაწერ ისე დეტალებს, რომელიც საჭირო არ არის. მაგალითად, პერსონაჟს ჩხუბის დროს რამდენი ცალი მუშტი მოხდა, ამასაც ნუ დაწერ. ახლა კი დიალოგები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დიალოგები იყოს ბუნებრივი. ადამიანები ლაპარაკის დროს ხშირად შეცდომებს უშვებენ, სიტყვებს იმეორებენ და ასე შემდეგ. თუ რაღაც ყოველდღიურ დიალოგებს წერ, ნუ ეცდები, რომ ძალიან გაწმენდილი იყოს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სცენებში გქონდეს კონფლიქტი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცას უნდა ეჩხუბებოდეს, ურტყავდეს და ასე შემდეგ. არა, ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა სცენაში ვიღაცას უნდა რაღაც და რაღაცის გამო ეშლება ხელი, ვიღაც უშლის ხელს ან რაღაც უშლის ხელს. ეს არის კონფლიქტი. არ დაგავიწყდეს, რომ ყველა პერსონაჟს უნდა ქონდეს თავისი უნიკალური ხმა. თუ აიღებ ერთ წინადადებას და ეს წინადადება შენს 5 სხვადასხვა გმირს ერგება, ეს ნიშნავს, რომ ისინი არ არიან იმდენად უნიკალური პერსონაჟები, რომ რაიმე ესეთი დამახასიათებელი ქონდეთ. Yeah, he's cute. Or no, I don't think so. Barbie. Hey, Nancy. There's a slice left if you want it. Sausage and pepperoni. Hold on. But this still has There's something wrong with your sister. ეს იყო ის რჩევები, რომელიც მინდოდა რომ დღეს გამეზიარებინა თქვენთვის. კიდევ უამრავი რამის თქმა შეიძლება, კიდევ უამრავი მეთოდი, ტექნიკა და ასე შემდეგ არსებობს, თუმცა დღეისათვის ფიქრობ საკმარისია. მე ნანუკა ვარ, მადლობა.